ის დავითის მსგავსად 16 წლის ავიდა ტახტზე და 32 წელი ხმალი არ ჩაუგია. მან პირველივე ბრძანებით აკრძალა ადამიანებით ვაჭრობა. ამის გამო მას მთელი სამეფო განუდგა და ის ტახტიდან გადააყენეს. მიუხედავად ასეთი დიდი დარტყმისა, ქართველთა სახელგანთქმულმა ხელმწიფემ მაინც მოახერხა და იმერეთის ტახტი დაიბრუნა. მან შექმნა ერთგული გვარდია, ფიცის კაცები, რომელთა საშუალებით მეფემ მოღალატენი განდევნა სამეფოდან, აკრძალა ადამიანებით ვაჭრობა და ოსმალეთთან გენერალური ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. 1757 წელს ქვეყანაში ოსმალეთიდან იმპერიის საუკეთესო ჯარი შემოვიდა, რომელთა რაოდენობა 30,000 კაცი თვლიდა. მალე ამ არმიას იმერეთის ციხეებში მყოფი 15,000 თურქი და 10,000 მოღალატე ქართველი თავადების არმია შემატა. ქართველთა შორის ერთ-ერთმა ძლევამოსილმა მეფემ, ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღირსეულმა მემკვიდრემ, მთელი სამეფოს დარჩენილი ძალების შეკრება და ერთ ლაშქრად გააერთიანა. 55,000 მტრის საპირწონედ მეფემ 15,000 ქართველი შეკრიბა. მან მოულოდნელი დარტყმები განახორციელა და აიღო ბაღდადისა და შორაპნის ციხეები. ფოთიდან მომავალ ოსმალებს გზა გადაუკეტა, ხოლო თურქთა ძირითადი არმია ხრესილის ველზე შეიტყუა. იმ ბრძოლაში პირველი თავად მეფე გადაეშვა. გათენებისას დაწყებული ბრძოლა და ღამებამდე გაგრძელებულა. ოსმალთა მრავალრიცხოვანი არმია ხრესილის ვიწრო ხეობაში ვერ გაიშალა. ქართველთა სახელდახელოდ შეკრებილმა ლაშქარმა ოსმალები კუთხეში მოიმწყდია და ერთიანად გაჟლიტა ისინი. პარალელურად ფიცის კაცებმა ელვისებური დარტყმებით გაათავისუფლეს ქუთაისი და შემდეგ მთელი იმერეთი. ხრესილთან განცდილ მართლს ვერ ეგუებოდა ოსმალეთის სულთანი და 1758 წლიდან 1768 წლამდე საერთო ჯამში 300,000-მდე თურქი ანიჩარი, ქურთი გვარდიელი და თურქი მხედარი გამოუგზავნა ქართველებზე შურისაძიებლად, მაგრამ ამაოდ იმერეთის გმირი მეფე და ფიცის კაცები იბრძოდნენ ფრონტალურად, იყენებდნენ პარტიზანული ომის ტაქტიკას, იშველიებდნენ დაქირავებულ ლეკთა არმიას და მოსრსავლებდნენ მტერს. 1768 წელს ოსმალეთის სულთანმა ქართველებთან თავი დამარცხებულაცნო და შეწყვიტა ლაშქრობები იმერეთში. როდესაც 16 წლის ასაკში ქართველებისგან დაცლილ მიწასთან გასორებულ ქვეყანას იბარებ, როდესაც მოღალატენი გარს გახვევია. ფეოდალების, ეკლესიისა თუ ოჯახის მრავალგზის განდგომის მიუხედავად, შენ მაინც იმარჯვებ და ხრესილის ველზე გენერალურ ბრძოლაში მცირერიცხოვანი არმიით უდიდეს გამარჯვებას პოულობ მრავალსაუკუნოვან მტერზე. შენ არ ხარ უბრალოდ დავითის მსგავსი მესია. შენ ხარ ლომებრ მღეფე, მტერთ სისხლჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონ პირველი.